კვალიფიკაცია და მაღალი კვალიფიკაცია არ ყავდეს პაციენტი. თუ ადამიანს არ ყავს პაციენტი, ესე იგი მისი კვალიფიკაცია და მისი ხარისხი არის შედარებით დაბალი. დღეს საქართველოში ყველა ექიმი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე მუშაობს. აპირებს თუ არა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო სერტიფიცირების შედეგების გადახედვას ჯერჯერობით უცნობია. მინისტრის მოადგილე კვირის რეპორტაჟთან განმარტავს, რომ პოლიკლინიკების დაფინანსებაზე უარის ხმის მიზეზი სადაზღვევო სისტემაზე გადასვლაა. ნიკოლოზ ფრუიძის თქმით, ყველა ის სერვისი, რომელსაც სახელმწიფო აღარ დააფინანსებს, სადაზღვევო პაკეტში გადავა. ეს არის დაფინანსება სადაზღვევო პრინციპით. ანუ ის, რომ სახელმწიფო აფინანსებს სამანტყოფოს, რაც იყო საბჭოთა კავშირში, შესაძლებელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორც იყო საბჭოთა კავშირი იყო კარგი, მაგრამ ეს არის იმდენად წარმოუდგენლად ძვირი, რომ დღევანდელ დღეს მთელ მსოფლიოში, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ასეთ პრინციპზე უარი აქვს ნათქვამი ყველას. მინისტრის მოადგილის თქმით, იმ მოქალაქეების დაზღვევას, ვინც სოციალური სიღარიბის ვარსკვლავად არის, სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს. პრობლემები კი, რომელიც 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანებას მოჰყვა, უმოკლეს ვადებში გადაიჭრება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა სამედიცინო თბილისის და რაიონების პოლიკლინიკის ხელმძღვანელებთან. მანამდე გვქონდა შეხვედრა სამედიცინო დაზღვევის კომპანიებთან და ჩვენ შევაჯერეთ ეს ჩამონათვალი და მთავრობის დადგენა მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა მას დაამტკიცებს შემდეგ მთავრობის ხდომაზე და თუ დამერწმუნებით დაგვეთანხმა როგორც ერთი მხარე, ასევე მეორე, ეს ჩამონათვალი არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ის, რასაც აფინანსებდა სახელმწიფო პროგრამა. ახალ სისტემაზე გადასვლა და მისი შედეგები ასე მარტივად არ ესახებათ ექსპერტებს, რომლებიც ამ პროცესთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვას სვამენ. როგორ გაიყოფა პასუხისმგებლობები კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის? ვინ იზრუნებს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხზე? მოსახლეობის რა კატეგორია დარჩება სამედიცინო დაზღვევის გარეშე და როგორ შეირჩევა მოსახლეობის ის კატეგორია, ვისი დაფინანსება საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს? ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეჭვქვეშთგება რა არის სახელმწიფოს მიზანი, მოსახლეობის ჯანდაცვა თუ კერძო კომპანიების გამდიდრება. ყველა მხოლოდ იგი კორპორატიულ დაზღვევაზე მუშაობს. ძალიან ეზარებათ ინდივიდუალთან ურთიერთობა, თუ სერიოზული დავალების სახე არა აქვს ასეთ თხოვნას, ყველა ერიდება. 60 წელს გადასულებულ ადამიანს უყურებენ როგორც ღვთისმსხლომას, თუმცა ლაპარაკია იმაზე, რომ ასეთი ასაკის ადამიანებს, ოღონდ თუ თავად იკვებები შენივე შემოსავალით არ იგულისხმები ამ შემთხვევაში, შეიძლება სახელმწიფო დაეხმაროს თუ ის იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეხლა ერთია სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოფნა ადამიანთათვის, რომელიც ლუკმაპურს ვერ შეუგობს. მაგრამ ის თანხები, რაც დღეს ჯანდაცვაში ელემენტარული დაცვის საფასურია, ამ თვალსაზრისით თუ გავზომეთ ჩვენ შემოსავლების რაოდენობა ჩვენი მოსახლეობის, მერწმუნეთ 95%-ის ჯანმრთელობის დაცვის უუნარო აღმოჩნდება საკუთარი შემოსავლით. სადაზღვევო სისტემისა და გარდამავალი ეტაპის დეტალებს მომავალ ოთხშაბათს მთავრობის ხდომაზე განიხილავენ. ხელისუფლებამ კონკრეტულად უნდა განსაზღვროს, რა სამედიცინო მომსახურებას დააფინანსებს სახელმწიფო და რა ვალდებულებები უნდა აიღოს საკუთარ თავზე კერძო სადაზღვევო კომპანიებმა. კაშუღირაში თითქმის ყველა ტელევიზია იუწყებოდა Human Rights Watch-ის სკანდალური დასკვნის შესახებ, მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველი ამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნიდან რატომღაც მხოლოდ იმ ფრაზების ციტირება მოხდა, რომელიც რუსეთის კრიტიკას ეხება. რატომ დაუმალეს ქართულ საზოგადოებას დასკვნის ის ნაწილი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების არასწორ ქმედებებზეა საუბარი. ჩვენ ამ მოხსენების ორივე ნაწილს გთავაზობთ. Human Rights Watch-ის დასკვნიდან საქართველოს ხელისუფლების შესახებ კონფლიქტის მომხრე პროცესის ირგვლივ. რამდენიმე თვიანი დაძაბულობის ესკალაციის, ქართული და სამხედროსური ძალების შეტაკებების შემდეგ ქართულმა ჯარებმა 7 აგვისტოს ღამეს დაიწყეს შეტევა ცხინვალზე. რუსეთმა სამხედროსეთში შეიყვანა მნიშვნელოვანი ძალები და აიძულა ქართული მხარე უკან დაეხია. ყველა მხარემ დაარღვია ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმები. სამხედროსეთში შეტევის დროს ქართულმა ჯარებმა დაუშვეს ძალის განურჩეველი გამოყენება. ესწროდნენ საცხოვრებელ რაიონებს რეაქტიული სისტემა გრადიდან.
ცხინვალში სახლები, მათ შორის საცხოვრებელი, რომელშიც თავს აფარებდნენ სამოქალაქო პირები, იცხრიდებოდა ტყვიამფრქვევებითა და ზარბაზნებით. ამ სახლების ნაწილი გამოიყენებოდა სამხედროსური ძალების მიერ მოწინააღმდეგეზე ცეცხლის საწარმოებლად. ორივე მხარემ ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენა კასეტური იარაღი, მათ შორის სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში. კასეტური იარაღი მიეკუთვნება განურჩეველ იარაღს და მისი გამოყენება იწვევს დაუშვებელ ჰუმანიტარულ შედეგებს. სამოქალაქო პირები დაიღუპნენ და დაიჭრნენ აუმოქმედებელი რუსული და ქართული ნაღმების, მათ შორის კასეტური იარაღის ელემენტების აფეთქების გამო. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთგზის მოწოდებისა, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებაზე, როცა პოლიციამ გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაშალა ძირითადად მშვიდობიანი პოლიტიკური დემონსტრაციები თბილისში, რის შედეგადაც 500 ადამიანი დაშავდა. მხოლოდ რამდენიმე ცალკეული ინციდენტის გამოძიება დაიწყო. მთავრობის მიერ ასევე არ მომხდარა 2006 წელს თბილისის მეხუთე საპყრობილის ბუნტის ჩახშობის ოპერაციის ყოველმხრივი გამოძიება, რომლის დროსაც 7 პატიმარი გარდაიცვალა, 10-ობით კი დაშავდა. იუსტიციის სისტემა. მთავრობა ატარებს ზომებს ციხეების გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად. კერძოდ 2008 წელს გამოცხადდა 2 ამნისტია. გაიხსნა ახალი ციხე გოდანში, თუმცა იმის გამო, რომ გაუმართლებლად ფართოდ გამოიყენება სასამართლომდე პატიმრობა, ვითარების კარდინალური გაუმჯობესება არ ხდება. არჩევნები. ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დამკვირვებლების განცხადებით, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მთლიანობაში შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა იქვე აღინიშნა საპრეზიდენტო არჩევნებისას ამ მრჩევლებზე ზეწოლის შესახებ. ასევე დარღვევები ხმების დაცვლისა და ამ მრჩეველთა სიების შედგენისას, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებზე. დამკვირვებლებმა აღნიშნეს საპრეზიდენტო კამპანიის დაუბალანსებელი გაშუქება უმეტესი ტელეკომპანიების მიერ, სადაც საეთერეთრო უპირატესად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეწოდა. მასმედიის თავისუფლება. მედია პეიზაჟი არაორდინალურია. ბეჭდვითი გამოცემები დინამიურად ვითარდება, როგორც ჩანს ხელისუფლების მიერ საინფორმაციო ტელემაუწყებლობის შეზღუდვის ფონზე. წლების განმავლობაში საერთო ნაციონალურ საინფორმაციო მაუწყებლობას ახორციელებდა საზოგადოებრივი ტელევიზია და ხელისუფლების მხარდამჭერი არხი რუსთავი 2. სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტის დროს მთავრობამ მოახდინა რუსული ტელეარხებისა და ინტერნეტ საიტების ბლოკირება. Human Rights Watch-ის დასკვიდან რუსეთის შესახებ. რუსულმა და სამხრეთ-ოსურმა ძალებმა მოახდინეს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია. 26 აგვისტოს რუსეთმა სცნო ორივე რესპუბლიკის, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. კონფლიქტის მსვლელობისას ყველა მხარემ დაარღვია ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმები და ჰუმანიტარული სამართალი. საბრძოლო მოქმედებებს თან ახლდა სამოქალაქო მოსახლეობის მნიშვნელოვანი დანაკარგი. სტოლბელთა უმეტესობა ქართველებია, რომელთაც არ შეუძლიათ სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნება. საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთანავე ოსი მებრძოლები და მოროდიორები სისტემატურად ანადგურებდნენ ქართულ ანკლავურ სოფლებს სამხრეთ ოსეთში. ამასთან ზოგიერთი მათგანი არ მალავდა, რომ ამას აკეთებდნენ სპეციალურად იმისთვის, რომ არ დაუშვან იქ ქართველების დაბრუნება. რუსული ძალები იყენებდნენ კასეტურ ბომბებს გორისა და ქარელის რაიონის დასახლებულ პუნქტებში, რასაც მოჰყვა სამოქალაქო პირების დაჭრა და სიკვდილი. რუსულმა ძალებმა არ უზრუნველყვეს სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება მათ მიერ ფაქტიურად კონტროლირებად ქართულ ტერიტორიებზე. ამავდროულად ისინი ხელს უშლიდნენ ქართულ სამართალდამცველებს წესრიგის დამყარებაში. შედეგად შეიქმნა უკონტროლო მდგომარეობა. რუსეთის ჯარებმა და ოსმა მებრძოლებმა შეიპყრეს სულ ცოტა 14 ქართველი სამხედრო, რომლებიც სასტიკად აწამეს. სულ ცოტა ერთი ჯარისკაცი დასაჯეს სასამართლოს გარეშე. პირით რეპორტაჟი ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.